25 თებერვალს ქურდობის ბრალდებით დაკავებული ორი რუსთაველი ახალგაზრდა მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო. 9 თვიანი უკანონო სასჯელის შემდეგ გათავისუფლებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი გოდერძი მახარაშვილი კრიმინალურმა პოლიციამ გასულ ღამეს დააკავა. ოჯახის ინფორმაციით მახარაშვილი გვიან ღამით სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა, რა დროსაც კრიმინალურმა პოლიციამ 3 მათგანი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, მახარაშვილი და კიდევ ორი პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 166 და 173 მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. TV4-ს მახარაშვილის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ. ოჯახი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. მათივე ინფორმაციით გენინსპექციაში განხორციელებულ ზარს რეაგირება მთელი ღამის განმავლობაში არ მოყოლია. მე კიდე რო უტყავდა იმას ვიწერე. ნუ მეკავდი და არაფერი არ ხდება. ჯემო, გაჩერდი, ჯემო. გაჩერდი. ხელი როგორ დამარტყი და ხელი რატო დამარტყი? ტელეფონი წავა. რასკია ტელეფონი? გათიშე ტელეფონი. ტელევიზიაში რატო? დარეკე მე კაცო. როდის მე ტელეფონი დაუჯექი უკან ერთი სამი ბიჭა და ტელეფონი წავა. არ შემიძლია. მომეს ტელეფონი. არ მოხს. გადმოდი ხელი. ტელეფონი. რატო უნდა მოხს? ამიხსენ ახლა თველებად ისმენე. რატო უნდა მოხს? მითხარი კანონით მართლა ტელეფონი. დაკავებული ხარ ადმინისტრაციულად. როგორ? ძალით შასვას რა ესა რა ვთქვათ მანქანაში წამოდი შენს კლუჩები კიდევ გვაქვს შენთვის შემონახული და ესა რა ვთქვათ ხელს გააყოლეს რა იმათთან ერთად და მე რა უკვე იქ რომ მივედით ჩვენ განყოფილებასთან ნუ იყო ერთი ამბები იქიდან ხმები გვესმოდა რომ ნუ მცემთ ნუ მირტყავთ გვიშველეთ და რაღაცა ეგეთები ოთახიდან ოღონდ რა თქმა უნდა და მე ჩემო დედამთილმა რამის კარები ჩამოიღო რომ გამოიყვანეთ გარეთ და მაჩვენეთ ჩემი შვილი ერთი სყვირილი გვესმოდა რომ აიმე ნუ მცემთ და ესე და მე კიდე ავტეხეთ პანიკები რომ ისიც გამოიყვანეთ და რატოს მცემთ და ნუ თუ დააშავეს და თუ დაიჭირეთ და მორჩა და ნუ რა ეყოფა მეორე განყოფილებას ეს ყველაფერი, აი მართლა სასწაულებს აკეთებენ და უკვე აი დაღლილი ვართ ეს უბანი რა. ამათმა უთხრას რა ზედაპირულად გაგჩხრეკთა, ზედაპირულად დაუწყეს ჩხრეკვა ჯერ თავიდან და მე რა უკვე კაპიშანში ჩაუყეს ხელები, ანუ შიგნიდან უკვე რა დაიწყეს და რაღაცა. ნუ შეეწინააღმდეგნენ ბიჭები რა, თან ხო გითხარით რომ ზედაპირულად გაგჩხრეკთა და ამაზე მოყვა რომ მაშინ არ გამოგყვებით და ესეთი შელაპარაკები და ნუ ისინი იწოვენ. ყოველთვის ესე ხდება. გენინსპექციაშიც ადრე რომ რეკავდი მოდიოდნენ ეგრევე ცხელკვალზე, ეხლა რეკავ არ მოდიან ცხელკვალზე რა ელოდებიან რა ვიცი რას და იმ ცხელკვალზე მოსულები ესენი ბევრ რამეს ვერ დამალავენ და ეხლა უკვე შეეძლოთ რომ ბევრი რამე დაემალათ ქუჩაში მივდიოდი და რავი მოვიდნენ და წინააღმდეგობას მიწევდა მე როგორ გიწევ ეს დებილი ვარ ფხიზელი ვარ ანაირად გიწევ ჯერ ისინი დაიჭერეს და სახში მივდიოდი რა მარტო ვიყავი და წავედი სახში და ქუჩაში მოვიდნენ რა პირადად ჩემთან ცემა არ ყოფილა მაგრამ იყო რა რაღაცეები ისეთი რომ კანონი დაირღვა რა ეხლა არის რაღაცა ფირებიც ოჯახი რუსთავის მეორე განყოფილების კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულების ცემაში ადანაშაულებს. სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ოჯახის წევრებს შორის მახარაშვილის მეუღლის მიერ მოწოდებულ ვიდეო მასალაშიც ჩანს. TV4-ის მიერ გადაღებულმა ვიდეო კამერებმა სამართალდამცველების კანონდარღვევა დააფიქსირა. კადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ მოიხმარენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები თამბაქოს მეორე განყოფილების შენობაში. დღესვე გაიმართა მახარაშვილისა და კიდევ ორი პირის სასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერების მოპოვების მიზნით სხდომა 3 დღით გადაიდო. პროცესი გადაიდო იმის გამო, რომ დაცვის მხარემ შუამდგომლა, რომ სადაც უშუალოდ მათი დაკავება მოხდა იმ ტერიტორიიდან ამოღებული იყო ვიდეო კამერები და ამასთან დაკავშირებით სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა, ამოღებული იქნება ვიდეო ჩანაწერები როგორც დაკავების ადგილიდან, ასევე პოლიციის განყოფილებიდან.
შეგახსენებთ, რუსთავში დაკავებული ახალგაზრდების საქმის შესახებ სიუჟეტი ქრონიკის ეთერში ექსკლუზიურად გავიდა, სადაც დაცვის მხარე საქმის საეჭვო მტკიცებულებებზე საუბრობდა. უფლებადამცველის ინფორმაციით დაკავებულების სასჯელს უსამართლოდ იხდიდნენ. საქმე ეხება გასული წლის მაისში რუსთაველის 19 ნომერში მომხდარ ფაქტს. პროკურატურა არჩილ ანთიძეს და გოდერძი მახარაშვილს ავტომობილის ნაწილების ქურდობის მცდელობას ედავებოდა. ბრალდებულების სასჯელს გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში 9 თვის განმავლობაში იხდიდნენ.